იღუმენი ნიკონი, თავის მართლება. ძვირფასო მარიშა, ძალიან თანაგიგრძნობ შენს ავადმყოფობასა და მწუხარებაში. უფალმან განკურნოს შენი სული და ხორცი. განუბნეველი ლოცვა, იმიტომ არ შეგიძლია, რომ პირველი, მეტისმეტად ხარ სოფელს მიჯაჭვული და მეორე, არ გაქვს საკუთარი ცდომილების ღრმა შეგნება, არამედ მუდამ თავს იმართლებ. ღრმა შემოსვლილება და შინაგანი გლოვა გულს განწმენდს. აქედან ჩნდება ღვთისთანაყოფნის განცდა. იშვება შიში ღვთისა, მაშინ კი ლოცვაც უფრო მხურვალე და შემოკრებილი ხდება. არ არსებობენ შვილები მშობლების გარეშე და არც შემდგომი არსებობს წინამავალის გარეშე. 1950 წლის 4 დეკემბერი.